საუკუნეების განმავლობაში ლადინო იყო მთავარი ენა, რომელსაც იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ებრაელები საუბრობდნენ და ინკვიზიციის შემდეგაც კი სეფარდი ებრაელების განდევნისა და მათი მსოფლიოს გარშემო განაწილების შემდეგაც გაგრძელდა მისი გამოყენება. მაგრამ იდიშის მსგავსად ეს უნიკალური იუდეო-ესპანური ენა ნელ-ნელა ქრება. თუმცა ერთი ისრაელი მუსიკოსი მას კვლავ პოპულარულს ხდის. მოусმინეთ. ეხლა ჩვენთან სტუდიაშია ლადინოს მომღერალი რენე ბენჟამინი. დამარჯობა და კეთილი იყო შენი მობრძანება. ასეთი პატარა სხეულიდან ასეთი დიდი ხმა გაქვს. როგორ იღებ ამ ხმას და ესეთ მაღალ ნოტებს? ბევრი ვარჯიში და კიდევ ბევრი ვარჯიში, მაგრამ მადლობა. ძალიან ბევრი. მასო ბედნიერი ვარ, რომ აქვე. გმადლობთ. პირველ რიგში ლადინო, ბევრი ინტერვიუ და ისტორია მაქვს გაკეთებული ამ ისტორიულ პერიოდზე. ლადინო მართლაც ძალიან ლამაზი ენაა და ვიცი ბევრი იავნანა და სხვა რამეები. თქვენ გაიზარდეთ ამაზე მოსმენით, მაგალითად თქვენი ბებიისგან. მისი უმეტესობა სინაგოგაში მოვისმინე, ძალიან რელიგიური ვიყავი და ვსწავლობდი მას იცხაკ ლევისთან ერთად. მუსიკისთვის ვსწავლობდი. მუსიკისთვის ვისწავლე, სინაგოგისთვის და ეს არის ის, რაც მამოდრავებს. ეს მგონია, რომ ჩემი სული იქ არის. ვაუ, და რამდენი წლის იყავი, როცა მიხვდი, რომ ეს კავშირი გქონდა, ბავშვი იყავი? გონია რომ ასეა. ყველა ვინც მცნობს, ძალიან პატარა ასაკიდანა მეუბნებოდა, რომ ძველი სული მაქვს. ძალიან მიყვარს ისტორია, ძალიან მიყვარს კულტურა და ენა. სამ ენაზე ვსაუბრობ. დიახ, მგონია. იცით, შემთხვევითობები არ არსებობს და აიხარ. საწყის ეტაპზე, როცა მომღერლის კარიერისთვის ემზადებოდი, უნდა გესწავლო ლადინო ენა. თუ ჯერ კლასიკურ სიმღერებს სწავლობ, რომლებიც თაობებს გადაურჩა. პირველ რიგში მე მქონდა პრივილეგია მესწავლა იასმინ ლევისთან. ისეთი ცნობილი ადამიანი არ მჭირდება ვთქვა ვინ არის, მაგრამ ის ყველაზე ნიჭიერი ქალია, ვინც კი მე ვიცნობ. მე მასთან ვსწავლობდი ტრადიციულ სიმღერებს და ამ სიმღერების საშუალებით და ჩემი ესპანურის მეშვეობით მისწავლე ენა. ესპანურსაც ვსწავლობდი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. და ეხლა ამ წელს ნამდვილად ვცდილობ ვსწავლობ იმ ადამიანებთან, ვინც ლადინოს ენაზე ლაპარაკობს და ჩემზე ბევრად უფროსები არიან. მაგრამ ისინი მასწავლიან, მე მათ ვუტან იმ სიმღერებს, რომლებიც ვყავთ, ასე რომ დავაც ამ მსგავს ვაკეთებთ. კი, სამწუხაროა იმის ნახვა, რამდენად იცით, როგორც ადრე ვთქვი, იდიშის მსგავსად ეს ენა ქრება. მაგრამ ვხედავ, რომ მაგალითად თურქეთშიც ხანდაზმული ქალები არიან, რომელთა შვილიშვილებიც იწყებენ Instagram-ის გვერდებს ამ ენაზე სასაუბროთ. იცით, აუხსენით, რა არის ამ ენაში ისეთი ლამაზი თქვენთვის და სხვებისთვის? მე ვფიქრობ, ლადინოზე ეს მართლა ძალიან ძლიერია, ძალიან ძლიერია. ლადინა სენა საუბრობს იმაზე, თუ როგორ გააძევეს ებრაელები ესპანეთიდან. მას აქვს ბევრი. შეძლოთ ტკივილი და ტანჯვა და ის გრძნობა, რომ შენ არ ეკუთვნი იმ ადგილს, სადაც ხარ. და რომ გიღალატ ეს რაღაც უფრო მეტია, ეს ძალიან ღრმაა. და ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკში მყოფი ადამიანებიც კი შეიძლება დაუკავშირდნენ ამას, სიმღერებსა და ენასაც. ასე რომ დიახ, ასე ვფიქრობ. ასე რომ, იმის გათვალისწინებითაც, რომ ახალგაზრდა ხარ და ამას აკეთებ, შეგიძლია ახსნა, რატომ არის კარგი, რომ ეხლა გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა სოციალური მედია, რათა უფრო მეტ ადამიანს მიუწვდეთ, იცი, ჩვენი უშუალო გარემოს გარეთაც კი, სახლიდან. ეს არის ის, რასაც ნამდვილად ვცდილობ, რომ შევინარჩუნა. ვიცი, რომ შეიძლება 20 წელიწადში არ ვიცი, მაგალითად ლადინოს ენა, როგორც ენა, სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან წავა, მაგრამ ვიცი, რომ სიმღერა, კულტურა, ეს ისტორიები დარჩება. ვიცი, რომ დარჩება. ისე როგორც ხალხი ისევ ცეკვავს, ხალხი ისევ მომღერის ოკარინას და აბა მარამობინოს და ყველა იმ სიმღერაზე იციან ეს, იციან სინაგოგიდან, მაგრამ ვიცი, რომ ენა შეწყდება. ამიტომ ნამდვილად ვცდილობ ჩემს ასაკში მყოფი ადამიანები დავაკავშირო ამ სიმღერებთან და კულტურასთან. რადგან ყველა მიცის რა არის გადახილი გული
და ყველა მიცის ტკივილი და ტანჯვა. მაგრამ ბედნიერი რაღაცებიც კი ვფიქრობ ყველას შეუძლია მათთან დაკავშირება და ეს ძალიან ძლიერია და ძალიან ბნებიანიც. და მეც ამ ყველაფრით ძალიან ვარ გატაცებული. ასე რომ იმ სიტყვაში რომელიც ამბობს კი ვგულისხმობ, ვფიქრობ, როცა ხალხი მოისმენს მის სილამაზეს, ეს ავტომატურად დააკავშირებს მათ იმის თქმის გარეშეც კი, რომ ეს ლადინოა და ეს რა არის? ეს სულზეა კი, შეიძლება იგრძნოთ ეს. მუსიკა უბრალოდ იმისთვის რომ იგრძნო. კი. უბრალოდ იფიქრო იმაზე, რისკენ უბიძგებს მათ ეს. დიახ. ლამაზია, გააგრძელე კარგი საქმე და მადლობა რომ წინ მიდიხარ და შენს ვნებას მისდევ. შენ ნამდვილი შთაგონება ხარ ბევრისთვის. დიდი მადლობა. გმადლობთ. და ეს იყო ყველაფერი ამ კვირის Jewish World Weekly-ის ეპიზოდისთვის. შეგიძლიათ ეწვიოთ i24 News English-ის webგვერდსა და YouTube არხს. რა თქმა უნდა, ჩვენს სოციალურ ქსელებზე შეგიძლიათ იხილოთ ეს და წინა ეპიზოდები. დიდი მადლობა ყურებისთვის. მე ვარ ემილი ფრენსისი და ადიოს თელ-ავივიდან.